მეგობრებო, მოგესალმებით, აბა როგორ ხართ? დაპირებისამებრ დღეს მინდა გესაუბროთ იონას კომპლექსზე. წინა ვიდეოში მე ვახსენე, რომ აბრაამ მასლოუმ დაამკვიდრა ფსიქოლოგიაში ეს ტერმინი კრიტიკოსების საპასუხოდ და თქვა ესეთი რამ, რომ თვითრეალიზაციისკენ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიისკენ სწრაფვას ადამიანები სწორედაც რომ იონას კომპლექსის გამო წყვეტენ, ან საერთოდაც უარს ამბობენ. ვინ იყო იონა? იონა იყო ბიბლიური პერსონაჟი, რომელსაც ღმერთმა იესომ დაავალა, რომ წასულიყო ქალაქში და ეცნობებინა, რომ ეს ქალაქი მალე დაემხობოდა. და იონას იმდენად შეეშინდა ნაკისრი პასუხისმგებლობის და დაკისრებული უბრალოდ თვითონ არ უკისრია ეს პასუხისმგებლობა დააკისრა ხო ღმერთმა ეს პასუხისმგებლობა მქადაგებლის ფაქტობრივად რომ ადგა და ჩაჯდა საპირისპირო მიმართულებით ცურავ გემში და წავიდა აბსოლუტურად საწინააღმდეგო მიმართულებით რომელი მიმართულებისგანაც მოუწოდებდა უფალი რომ წასულიყო. რა მოხდა შემდგომ? შემდგომ მოხდა ესეთი რაღაცა, რომ ამოვარდა ქარიშხალი ზღვაში და მეზღვაურები მიხვდნენ, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ქარიშხალი და რომ ღვთის რისხვას ჰქონდა ადგილი. ეს არის ფაქტობრივად ბიბლიური იგავი, ძალიან ადამიანური, იმ თვალსაზრისით, რომ იონამ სთხოვა მერე მეზღვაურებს, რომ ჩემ გამოარიო ესო, მე ღმერთის წინააღმდეგ წავედიო და გთხოვთ გადამაგდოთო ზღვაში და ქარიშხალიც ჩადგებაო და მართლა ესეც მოხდა. მეზღვაურებმა იონა რაც ზღვაში გადააგდეს, ქარიშხალი ჩადგა, თავად იონა კი აღმოჩნდა უდიდესი ვეშაპის ქვეშ, ან მუცელში, სადაც დაყო 3 დღე და 3 ღამე, რომლის განმავლობაშიც მიხვდა მოკლედ, რომ დაკისრებულ მოვალეობას არ უნდა გავექცეთ. ეს ზოგადად რო იცოდეთ ამ იგავის პატარა შინაარსი, მაგრამ ეხა აქ მთავარი რა არის? არის ის, რომ ადამიანებს ძირითადად ეშინიათ წარმატების და ამას ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზებს აწერენ ხოლმე. ეს სხვადასხვა მიზეზები, რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის შემთხვევაში არის სხვადასხვა, მაგრამ აბრაამ მასლოუმ 4 ძირითად გლობალურ დაჯგუფებად, ასე რომ ვთქვათ, გამოყო და თქვა ესეთი რამ, რომ პირველი ეს არის პასუხისმგებლობის შიში. ანუ, როდესაც ჩვენ ავდივართ სადღაც მწვერვალზე, ხო, სადღაც უფრო მაღალზე, ვიდრე არიან დაუშვათ ჩვენი გარშემო მყოფები იმ მომენტში, ისინი ხედავენ ჩვენ რაღაც ისე, როგორც რაღაც უფრო დიდს, გვაკისრებენ თავად პასუხისმგებლობასაც და ჩვენც ვაკისრებთ ჩვენ თავს პასუხისმგებლობასაც. ხო, ბაბუაჩემ იცოდა ხოლმე, რომ რაც უფრო ადამიანიო ერთი საფეხურითო მაღლა ადისო ცხოვრების მწვერვალზეო, ხო, იმდენი ლეიბი უნდა დაიგოსო ფეხქვეშ, რომ იქიდან ჩამოვარდნაო გაცილებით მტკივნეულია, ვიდრე ქვედა ანუ მოკლე მანძილიდან ჩამოვარდნაო და სწორია პრინციპში ეს. სწორედ ამ ჩამოვარდნის შიშით, სწორედ აი ამ რაღაცა შეუცნობელის შიშით, რომ არ ვიცი რა მელოდება ზემოთ, რა იქნება და ასე შემდეგ, ადამიანები საერთოდ წყვეტენ მაღლა სიარულს. ანუ ამჯობინებენ დარჩნენ იქ და იმ სოციუმში, იმ გარემოცვაში, სადაც უკვე შეჩვეულები არიან იმყოფას როგორც არიან, მიუხედავად იმისა, ეს ყოფა მოწონთ თუ არა. მეორე მიზეზი ეს არის ცვლილებების შიში ზოგადად, იმიტომ რომ მუდმივი სიარული და განუწყვეტელი განვითარება გულისხმობს მუდმივად ცვლად გარემოში ყოფნას. და ეს არის იცით როგორი რაღაცა, აი რაღაცნაირად პასუხისმგებლობაც მათ შორის, რომ მოერგო, ადაპტირდე, შეამჩნიო, კომფორტის ზონა დატოვო ზოგჯერ და ასე შემდეგ. ანუ ამის შიშიც აქვთ ადამიანებს. მესამე ეს არის არ ვიცით ამ პარტავნების შიში დავარქვა თუ თავმდაბლობის, იმიტომ რომ ხშირად ადამიანებს ეს ორი ცნება ერთმანეთში ერევათ ხოლმე რა.
და რა ნაწილში ვამბობ, რომ ერევათ. ნახე, როდესაც აი ძალიან მორწმუნე ადამიანი შემხვედრე და ვსაუბრობთ ხოლმე, იძახიან რომ არა იცი რა, მე ამას ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ მე რაღაცა ღვთისმოშიში ვარ, თავმდაბალი ვარ და არ შეიძლება და ასე შემდეგ, ან მეორე უკიდურესობაში ვარდებიან და ამას იმიტომ არ გავაკეთებ, რომ ამ პარტავნებამ არ შემიპყროს. ამ დროს რა შუაშია აქ ან ერთი და ან მეორე, ერთიც მე თუ მკითხავთ რაღაცნაირი ნიღაბია თავმდაბლობის ქვეშ, ან თავმდაბლობის ნიღაბია და მეორე ეს არის ამ პარტავნების შიში, ოკეი, რა რომ არ შემიპყროს ამ პარტავნებამ და ამიტომ მოდი არ გავაკეთებ, სხვამ გააკეთოს, ის იყოს ამ პარტავანი და მე კაი გოგო ვიქნები ან კაი ბიჭი ვიქნები და რაღაც ესეთი, ხო, რაც რა თქმა უნდა არასწორია, იმიტომ რომ როცა გებადება იდეა, როცა აზრი მოდის შენთან და ამას არ ახორციელებ, უბრალოდ კანონზომიერება ეს რომ ეს ანალოგიური ან მსგავსი აზრი ძალიან მალე თუ ამაზე შენ უარს იტყვი, დაებადება სხვას და გააკეთებს სხვა. ამის უამრავი მაგალითი არსებობს. თქვენი მიკრო ცხოვრებაც რომ აიღოთ მაგალითად, იქაც კი ბევრს მოიძიებთ ესეც. არა თუ ზოგადად სამყაროში და ზოგადად მსოფლიოში ამის ბევრი მაგალითი არსებობს. მეოთხე ეს არის სოციალური იზოლაცია. გინახავთ ალბათ ხო ესეთი თეორია თუ ასე რომ ვთქვათ, ფულმა მასქნა რა ქვია, ამპარტავანი გახადა, აი ფულმა რაღაცა უფრო ისეთი შესძინა, ასე რომ ვთქვათ, აი სტატუსის გამო შეიცვალა. მე სულ ვამბობ ხოლმე რა, რომ ფულმა და სტატუსმა კი არა, თუ ადამიანს შე ჭურჭელში, კოკასაშიგან რასაც დგასო, იგივე გადმოდინდებისო, ხო? სულ მაგას ვამბობ. ფული არის უბრალოდ ინსტრუმენტი, სტატუსიც არის უბრალოდ ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, მას ჩემ აზრს ვიზიარებ, შეიძლება ფსიქოლოგები არ დამეთანხმდნენ ამაში, მაგრამ ესია. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით თუ გადავაფასე ეს თემა, მაგასაც გეტყვით. რომ უბრალოდ ფულის სტატუსი გავლენა ადამიანს რაც შინაგანად არის, იმას გამოამჟღავნებინებს ხოლმე და რაღაცამ კი არ შეცვალა, უბრალოდ გამოამჟღავნა. და ვინც არის თავმდაბალი ადამიანი, მართლა ჭეშმარიტად თავმდაბალი და არა რაღაცა ისეთი იდეალების მადევარი, ხო, მას არ ცვლის არაფერი, არც ფული, არც სტატუსი და არც ასე შემდეგ. უბრალოდ ნახეთ რა ხდება ზოგადად, როდესაც როგორ თქვა ეს, როდესაც ადამიანი მიდის, ხო, წინ როცა მიდის, ყველა ვერ ვყვებით, ხო, ყველას ჩვენ ინდივიდუალურად გვაქვს ჩვენი ცხოვრების ბიორიტმი. ჩვენი ცხოვრების გეგმა, ასე რომ ვთქვათ, გინდათ სულიერი დანიშნულება დაარქვით, გინდათ მისია დაარქვით, რაც გინდათ ის დაარქვით. ხო? ყველას ჩვენი გზა გვაქვს, მარტივად რომ ვთქვათ, ხო? ამ გზაზე, როდესაც მიდიხარ ადამიანი, ხვდები ადამიანებს, რომლებიც დროებით იკვეთებიან შენთან, ხვდები ადამიანებს, რომლებიც მუდმივად შენთან რჩებიან, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ რა არის, იცით? აქ არის მთავარი ის, რომ ყველა ვინ შენ ხვდება და ყველა ვისაც შენ ხვდები, ერთმანეთის ხიდებად ვევლინებით ხოლმე ერთმანეთს და აი რაღაცა გარკვეული საფეხურები ვართ ერთმანეთის ცხოვრებაში, ხო? ამიტომ სოციალიზაციის შიში და ამ შიშის გამო განპირობებული საკუთარი წარმატების შიში და საკუთარ წარმატებაზე უარის თქმა, ეს არის რაღაცა ერთგვარი ილუზია, რომ აი დავკარგავ მეგობრებს, მაგალითად, დავკარგავ ნათესავებს, რაღაცა ჩემზე წარმოდგენა შეექმნება და ასე შემდეგ. ეს სოციალიზაციის შიში მთლად ესე პირდაპირ არა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ფულის შიშსაც ებმის ხოლმე და აი რაღაცა დიდი ფული რო აქვს ადამიანს, ამბობენ ხოლმე, რომ აი ეს პატიოსანიშნობით ნაშრომი არ ექნება უეჭველი. აი ეს ახლა რაღაცა, აი თუ ჯიგარია, თუ კაი ტიპია, დიდი ფული ვერ ექნება. ეს არის ძალიან ცრუ რწმენა წარმოდგენები და სწორედ აი ამით ახსნა, აი ამ ცრუ წარმოდგენებით ახსნა მასლოუმ იონას კომპლექსი და კომპლექსი, როდესაც ადამიანი წყვეტს, ან საერთოდ უარს ამბობს თვითგანვითარებაზე, საკუთარი მეს და საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად გახდომაზე, იმის გამო, რომ არ დაკარგოს ის ნაცნობი ადგილი, ის ნაცნობი სფერო, სადაც დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობს. თქვენ ეთანხმებით ამას?